მოგესალმებით ჩემო სიხარულებო, ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. მოდით ნახოთ ჩვენ ახლა ივლისი ცხელი თვე, რომ რითი გაგვახარებს, ხო? ვნახოთ, აი რითი გაგვახარებს ჩვენ ეს საინტერესო თვე, ვინც პირველად არის ჩემთან ასეთ გაშლაზე, ჯერ ვაკეთებ სიგნიფიკაციას, ანუ ვისთვის არის, მე უკვე აქ არის სამი სფერო, ანუ სამსახური, ფინანსები და ურთიერთობა, ხო? შეიძლება სულ ყველაფერი რეზონირდება, შეიძლება რომელიმე რეზონირდება და ჩემო კარგებო, მინდა გითხრათ ერთი რაღაცა, რომ მომწერეთ, აქ ვიღაცა მომწერა კომენტარებში, რომ ძალიან ბევრჯერ ვამბობ ხოლმე, კამერას ვასწორებ მანამდე. აი თქვათ სწავლაზე რაღაცა ის გამიგეთ რა. აი მეც რომ აი თუ გინდათ რომ ახლა სპეციალურად ამას ვაკეთებ, ცდებით. მე რა თქმა უნდა მინდა რომ თქვენ გაშლაზეც გელაპარაკოთ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება პირადში რა, რომ აი ასწავლით, აი რა ხდება, აი გაქვთ თუ არა კურსები და ამიტომ ვამბობ ხოლმე აი ასე საჯაროდ რა, რომ ადამიანებს ახლა იცით თქვენ რომ ძალიან დაკავებული რო ვარ და ვერ პასუხობ ყველას ახლა პირადში. რა თქმა უნდა, ვისაც უნდა ხა თავისთავად ვუხსნი, მაგრამ ახლა ეს კითხვა ერთი და იგივე როცა მოდის, უბრალოდ საჯაროდ ვამბობ ხოლმე, რომ კი გვაქვს ჩვენ სწავლა და როცა გინდათ ახლა რა თქმა უნდა მოგწერეთ და მოგმართეთ. აი ეს არის მაგისი მიზეზი, რატომ ხშირად ვახსენებ რა, მეც გამიგეთ, რომ როცა ამდენი ადამიანი გწერს და გეკითხება, ხო? უნდა უთხრა ახლა ასე საჯაროდ, რომ კი არსებობს, თორემ მე ნამდვილად არ გიბიძგებთ, რომ სულ ყველახად არ ისწავლეთ, რა სისულელია. всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ ეს, უბრალოდ უნდა მიპასუხა, იმიტომ რომ მართლა ჩვენ ადამიანებს ახლა უხერხულად იგრძნო თავი ეს რო თქვა, მაგრამ არა უშავს. всё, ჩემო სიხარულებო, გადავდებართ ჩვენ, ანუ ახლა ვნახოთ. ესე იგი, ვისთვის იქნება გაშლა პირველი, აი ეს სიგნიფიკაცია გავაკეთოთ, ანუ ახლა რა ენერგიებში ხარ თქვენ, ვნახოთ. так, შემდეგი, так, აი ეს წვილი აქ ცოტა გავწიოთ, ხო? ვნახოთ ჩვენ რა ენერგიებში იქნებით, ანუ რას უნდა დავაკვირდეთ, რა შეიძლება თქვა, რას გვიკარნახებს ტარო, ანუ რა ენერგიებს გაჩვენებს, ხო, ივლისისთვის. ნახოთ. так, შემდეგი, მოდით, ესე იგი ჩვენ ავიღოთ კარიერა, ხო, სამსახურებრივი, მაგრამ რატომღაც ახლა იცით რა, აი ეს დასტანიებდა. ეს იყო საქა. აი ეს წამოვიდა. კაი, მოდით ახლა მაშინ აი ამაზე ვნახოთ ივლისში რა იქნება, თუ ეს კიდე რამეს მოითხოვს, მე იმასაც გამოვიყენებ. ეს კარიერაზე, სამსახური, ბიზნესი, სწავლა, ვნახოთ რას გვეტყვის. ფულიზე დღეს წამოვიდა აი ეს სამხიარულო დასტა, ვნახოთ რით უნდა გაგვახაროს, ხო? ვნახოთ ფინანსებში რა უნდა გაგეხარდეთ ამისთანა და ვნახოთ რა თქმა უნდა ჩვენი ტკბილი თემა, ხო? ურთიერთობაზეც აი ვნახოთ. ვისაც არა გაქვთ ურთიერთობა, თქვენთვის თუ გინდა მოგწერთ რა, ჩაგიწერთ ვიდეოს, ანუ მარტოობაზე რა, ან რატო ხარ, ან ასე შემდეგ. აი ეს საერთოდ მატრიცაში კი არის ხოლმე ნახსენები რამდენიმე პროგრამა, თუ ვინმე არ იცის, მე მატრიცას ვაკეთებ, ბედის მატრიცას ჩვენი სულის გზას. აი იქ არის პროგრამები, რომელიც ეგრევე გვეუბნება, რომ თქვათ, ახლა რატო შეიძლება ადამიანს არ გქონდეს ურთიერთობები და რა პრობლემები, რა მიზეზები და ასე შემდეგ. так, всё, დავიწყოთ ჩემო სიხარულებო. კომენტარებში რომ ვერ აგწერთ, აი აქ ვცდილობ ხოლმე ვიდეოში მოგაწოდოთ ინფორმაცია. მეც თვითონაც მაღიზიანებს ხოლმე, როცა რაღაცა გაშლას უყურებ და ადამიანი გაშლას კი არა რაღაცებს ლაპარაკობს. მესმის თქვენი, მაგრამ როცა უკვე სხვა სიტუაციები არის, მე უკვე ასეც პასუხობ. так, всё. так, ეს უკვე მომწონს თქვენი ენერგიები, ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ნახეთ აქ რა ხდება, ვისთვის იქნება გაშლა. აქ ადამიანი ჩამოყალიბდა.
ნახეთ. შეიძლება დაუშვოთ ეს ეხება აქ არ გამოვრიცხავ ურთიერთობას, შეიძლება საქმიანობას, იმიტომ რომ პენტაკლების ყავს აქ და ნუ აქ კი არის პრინციპში გვერდხები, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცაში ჩამოყალიბდა ადამიანი, იცით? თუნდაც შეიძლება თავის საქმიანობაში, თქვათ, მე ვიცი, რაც მე მინდა გავაკეთო და ჩემს ენერგიას ეხლა მთლიანად ვუშვებ ჩემი განვითარებისკენ, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. სხვათა შორის ეხლა ძალიან მომწონს მე, რომ აი ბევრი ადამიანები მყავს აქ არხზე, რომელსაც აი უშუალოდ აინტერესებს თავისი განვითარების პროცესი და არა მხოლოდ ეხლა დარეკავს თუ არ დარეკავს პარტნიორი, ხო? აი ეს ძალიან მომწონს, თქვენ სხვა დონის ხალხი ხართ რა. ხო და ესეც მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტად არის მნიშვნელოვანი კითხვა რამ გამოიწვია ის, რომ ადამიანი თქვათ ახლა დაიკარგა და აღარ ეკავს, ხო? და აი ეს უკვე კითხვა სხვანაირი და აქ უკვე თქვენ ახლა თქვენს თავზე იფიქრებთ და ასე შემდეგ, ნუ რაზეც ჩვენ სულ საუბრობთ. ამიტომ აქ შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება რაღაცა თქვენ ჩამოყალიბდეთ, რამე წინსვლა შეიძლება გქონდეთ აქ თქვენ საქმიანობაში. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ რო არის ადამიანი ძალიან დიდი ჩამოყალიბებული, არ გამოვრიცხავ. კიდე შეიძლება ვინმესთვის იქნება ინფორმაცია, რომ თქვენ გქონდათ აქ რამე საჩივარი, რა ვიცი, შეიძლება ან სასამართლო იყოს, ხო, ან რამე საბუთებთან დაკავშირებით ხართ ახლა დაკავებული, რომელიც თქვენ მოგცემს მერე აი თქვათ შეიძლება საშუალებას რომ იმუშაოთ, ხო? ან საშუალებას რომ თქვათ უფრო მეტი შემოსავალი გქონდეთ, ან საშუალებას რომ თქვენ დაუშვათ წახვიდეთ სადმე, შეიძლება даже აქ არ გამოვრიცხავ კარიერული ზრდა. კი, აქ არის რაღაცა მომენტი, როცა მე ჩამოვყალიბდი. მე ვიცი რაც მე მინდა, მე ვიცი სად მივდივარ, მიხვდით? და აქ ენერგია ძალიან აი ესეთი დატრიალებულია და ამიტომ ესეთი აი პენტაკლების დედოფალმა რომელმაც იცის აიღო მიმართულება და შეიძლება კიდე სხვათა შორის ვიღაცამ გახსნა რაღაცა ბიზნესი ან მიიღო საბუთი რომელმაც მისცა მაგას სამომავლოდ გქონდეს თქვათ უფრო მეტი განვითარების საშუალება სამსახურებრივად შეიძლება ფინანსური მდგომარეობა თქვენი ჩამოყალიბდა ეხლა ეგაც შეიძლება იყოს და თქვენ ეხლა უკვე გააქვთ იმის საშუალება თქვათ როგორ სად რა როგორ უნდა დავალაგო ეს თანხები როგორ ანუ მართვას სწავლობთ შეიძლება რაღაცას თქვენ აქ ან თქვათ ეხლა ვიღაცასთვის არის კიდე რამე დიპლომი აიღეთ აქაც არ გამოვრიცხავთ რომელიც თქვენ გაძლევთ საშუალებას რომ ეხლა კარგი სამსახური თქვათ ნახოთ აი არის ეგეთი თემებიც რა ну ბევრი რაღაცები კი შეგვიძლია ვილაპარაკოთ მე ვფიქრობ რომ თქვენ უკვე პრინციპში იცანეთ თქვენი სიტუაცია ამიტომ ახლა მოდით ვნახოთ ივლისი რას ჩვენ გვთავაზობს და ეგრევე გვთავაზობს რა так აქ შემიძლია გითხრათ რომ თუ დაუშვათ კიდე ნახეთ კიდე ერთი მომენტი ახლა წამოვიდა აქედან აქ შეიძლება ვიღაცამ მიიღო გადაწყვეტილება განკორწინების, განთავისუფლება მინდა, ჩემი ცხოვრება მინდა, აი ამასაც არ გამოვრიცხავ აი აქ, იმიტომ რომ ნახეთ შეიძლება აქ შედგეს ესეთი საუბარი, რომელიც დიდი ხანი ელოდებოდეთ და პრინციპში კარგად უნდა დამთავრდეთ რა. სიტყვა კიდე ვინც კიდე როგორი საინტერესო სიტუაცია იქნება აქ თუ თქვენ დაუშვათ გინდოდათ რამე სწავლა სამიანი პენტაკლების მაინც თანახლა აი აქ ამ ორაკულში აჩვენებს იმას რომ მე მინდა რაღაცა ვისწავლო მინდა მაგრამ აქ შეიძლება ვინც დაუშვათ ფიქრობდა რომ უნდა წავიდე ვისწავლო და არ წავა გული დაწყდება ძალიან დაწყდება გული რა იმიტომ რომ ველოდებოდი ძალიან მერე ვთქვი რაღაცა რა ვიცი მე რაღაცა ეჭვი შემეპარა მჭირდება არ მჭირდება ამ დროს აგეუბნებით რომ მერე გული დაწყდება ამიტომ თუ თქვენ რამე სწავლა გინდა და აირჩიეთ იმიტომ თქვენი
ფინანსური თემის ასამაღლებლად თქვენ შეიძლება აი აქ ფიქრობთ, რომ კიდე მჭირდება რამე ცოდნა, ან დიპლომი სიტყვაზე, ან სერტიფიკატი, აღება ამისი, იმისთვის, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მე ნამდვილად, ესე იგი, კიდე რაღაცა მჭირდება, ხო? და აქ შეიძლება გქონდეთ შიში რამე ისეთი, რომ აი შევძლებ, გამომივა, მაგრამ ამავე დროს თქვენ უნდა გქონდეთ შინაგანით, რომ ეს არის რაღაცა თქვენი წინსვლის გზა არის. გაიგეთ, ეს საბუთი. ან შეიძლება ის დიპლომი, ან სერტიფიკატი, ან რაღაცა, რასაც თქვენ აიღეთ, მოგცემს თქვენ ძალიან დიდ წინსვლას. უკვე შეიძლება დაიწყეთ კიდევაც რა, რაღაცას მომენტი. შეიძლება ზოგი ახლა ფიქრობს, რომ აი მე რო ვთქვათ, ნუ აი აქ ხო ხდება, აქ ასეთი ადამიანი არის, რომელსაც ახლა ეთყობა უყვარს რაღაცა განვითარება, მიხვდით? და ამიტომ ფიქრობს, რომ კიდე მე ახლა რო ავირჩიო ის სწავლა, რომელიც მე მინდა, მე მომიტანს რამე შედეგს, მიხვდით? მე შევძლებ გამოვიყენო ის ცოდნა, ნუ ნახოთ ახლა ეს ივლისში გექნებათ ალბათ ეს ფიქრები. აბა კიდე აქ რა არის? აი ვიცოდე რომ თავიდან ესენი ზანხეთ როგორ გავნან და მეთქი ვიფიქრე რომ ეს ხო არ არის 10-იანი პენტაკლებით დავიწყეთ მეთქი. იცით რა შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება აქ დაუშვოთ თქვენ მიიღეთ რამე თქვათ საბუთი და თქვენ შეგიძლიათ რომ თქვენი ცოდნა გასცეთ. დაუშვათ. მაგრამ აი აქ ივლისში იქნება როგორი სიტუაცია, შეიძლება დაფიქრდებით, ვაფშე მჭირდება საერთოდ რომ ვინმეს რამე ვასწავლო, მაგრამ საბოლოოდ აქ ისეთი შეგნებული ადამიანები მოვლენ თქვენთან, რომ თქვენ მიხვდებით, რომ კი, ნამდვილად ღირს, კი და ეს იქნება ძალიან მაგარი წინსვლა სხვა შორის ფინანსებშიც. აი ნახავთ ჩვენ ახლა აქ კი გვაქვს ჩვენ ფინანსური თემა, მაგრამ აი აქაც რა, კიდე აქ ნახეთ რა ხდება. შეიძლება ვინმესთან გქონდეთ ლაპარაკი ახალ ბინაზე. აი დაუშვოთ თქვენ ახლა ხართ რაღაცაც ცხოვრობთ, შეიძლება даже რემონტზეც არ გამიკვირდება, მაგრამ აი როგორ ხართ იცით რომ იქ სადაც ცხოვრობ, არ ვიცი უკვე მინდა თუ არ მინდა რა, რაღაცა უკვე არ მაწყობს და მინდა ახალი რამე და აქ შემიძლია გითხრათ რომ კი ზოგს ექნება ზუსტად ახალი ბინის შეძენა, ზოგი შეიძლება თქვათ ქირაობს, ზოგი შეიძლება თქვათ იყიდის კიდევაც და გადაადგილება. გადადიხართ. ანუ ამას გადაწყვეტ რა. ამას გადაწყვეტილებას მიიღებთ რა. კიდე შეიძლება ურთიერთობას მოდით კიდევაც აქ შევეხოთ. აქ შეიძლება იყოს, ნახეთ, ვეტყოდი, ხო, ახალი დაწყებული ურთიერთობა შეიძლება იყოს და თქვენ ეჭვი გეპარებათ რამე გამოვა ამ ურთიერთობიდან დაუშვით ვიღაცაზე, ხო? ან საერთოდ რამეში გამოვა? კი, აქ კი, ნამდვილად, იმიტომ რომ აქ უკვე რაღაცა სხვა, კი. აქ თქვენ ნამდვილად გადახვალთ უფრო სხვა დონეზე, იმიტომ რომ აქ შეიძლება დაელაპარაკებით და ის რაც თქვენ გაწუხებდათ, ხო, თქვენს ადამიანთან, თქვათ, რომელიც, ეს უფრო ახალი არის, იცით? მაგ შემთხვევაში თქვენ უკვე გადადიხარ სხვა დონეზე. კიდე ერთი მომენტი არის, შეიძლება აქ თქვენ ვისაც ურთიერთობა აქვს, თუ დაუშვოთ თქვენ რამე, ეჭვი გეპარებოდეთ, ან გჭირდებოდეთ რაღაცა, შეიძლება ნახეთ, თქვენი საყვარელი ადამიანისგან შეიძლება თქვათ ფინანსური დახმარება და შეიძლება არ დებდა იმდენს, რაც თქვენ გჭირდებოდეთ თქვათ და ყველაფერი თქვენს თავზე თქვათ გქონდათ აღებული, რაღაცა მომენტები. აქ შეიცვლება სხვათა შორის სიტუაცია ძალიან და ადამიანი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას თქვენს ურთიერთობაში, თუნდაც ფინანსურად რა. რაღაც ახალი გეგმები გექნებათ ადამიანთან, შეიძლება ვიღაცასთან ერთად სადღაც გადადიხართ, მიხვდით? აი ესეთი რაღაცა არის რა. კიდე აქ რაღაცა ყალიბდება, აი შეიძლება სამსახურზეც გქონდეთ თქვენ რაღაცა საუბარი, თქვენ ახლა პასუხებს თქვათ, ახლა დაუშვოთ იყავით ინტერვიუზე, ხო, დაელაპარაკეთ და ელოდებით პასუხს და ფიქრობთ, რა ვიცი, ახლა ეს სამსახური საერთოდ ახლა იქნება თუ როგორ იქნება, აი აქ ძალიან მაგარი პოზიციაზე გადახვალთ და კიდე მოდის ნახეთ, შეიძლება ვიღაცას წინსვლა, თქვათ, სამსახურში ვარ რამდენი ხანი, აი აქაც ნახეთ, ფიქრობთ წინსვლაზე, უკვე მე მგონი დავიმსახურე და აი აქ ზუსტად თქვენ ახლა даже შეიძლება იმაზე
ინფორმაციას მიიღებთ, ვიდრე ელოდებოდეთ, იმიტომ რომ აი გაგიკვირდებათ რა, ან სხვა თქვათ მუშაობთ, ან კაი სამსახურში მიგიღებენ და თან პლუს კიდე ვიღაცის ეს იქნება გადაყვანა უფრო კაი პოზიციაზე. ვოთ, აი ნახოთ, მოდით ახლა ცალ-ცალკე ვნახოთ, ახლა სამსახური განვიხილოთ, აქ რა ხდება. Так, აქ კიდე გვაჩვენებენ ჩვენ, ახლა არის, ნახეთ, აქაც ორიანი თასების, აქაც ორიანი თასების. აქ შეიძლება ვიღაცა, საჯარო გვაქვს, ხო, გააშლა და ამიტომ შეიძლება თქვენ ზოგი წავა დასასვენებლად, ვაფშე საერთოდ და არ გაგვიკვირდება და საერთოდ კაი დროს გაატარებს. იქ, სადაც მაგის გულს უხარია და საერთოდ დასვენებას იღებს, შობლებას. ზოგისთვის ეს ინფორმაცია იქნება. Так, ზოგი კიდე ნახეთ, ახლა დაუბრუნდება პირიქით, так. ეს რა ხდება? აჰა. ხო, თქვი დაუბრუნდება. ზოგი პირიქით ნახეთ, დაფიქრდება, კიდე რა შემიძლია გავაკეთო და დაუბრუნდება საქმეს, რომელიც არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, აი როგორი არის, იცით, აი რომელიც უყვარს, ხო, შეიძლება ზოგჯერ თქვათ, ახლა აი აქაც მაგალითად, ხო, შეიძლება თქვენ დაელაპარაკებით, სრულიად მოულოდნელად მოგივათ ახალი წინადადება, მაგრამ დაბრუნება აქ მოხდება ძველ კომპანიაში დაუშვოთ, ხო? აი ესეც შეიძლება იყოს სხვათა შორის აი აქ რო გვაჩვენებენ და ამიტომ აქაც არის სიტუაცია, რომ შეიძლება თქვენ დაუშვათ ბევრი ფიქრის მერე შეიძლება თქვათ მედიტაციებს აკეთებთ, ვიზუალიზაციას, რაღაცას აკეთებთ და აი აქ თქვენ მოგივათ შეიძლება ამ დროს აი მოფიქრება ან რაღაცა, რომ მინდა დავუბრუნდე იმ თემას, რომელიც მომწონს, მაგრამ სხვანაირად შევუდგები მაგ თემას. კიდე არის აქ რა. Так, მოიცადეთ. კიდე ნახეთ რა ხდება. თუ დაუშვათ, აი ახლა კიდე ნახეთ მომისმინეთ, ახლა ვინც მუშაობს კლიენტებთან. თქვენთვის იქნება, იმიტომ რომ რაღაც ეს თემა წამოვიდა. შეიძლება თქვენ ახლა ცოტა ნერვიულობთ რაზე. აი დაუშვოთ, თქვენ მუშაობდეთ და ყავდეთ, თქვათ, ახლა თქვენი მუდმივი კლიენტი სადღაც. არა აქვს მნიშვნელობა, მაღაზიასაც აქვს დაუშვოთ ახლა ერთი და იგივე კლიენტები სიტყვაზე, ხო? მაგრამ შეიძლება სიტუაცია ისე შეიქმნას, ჩვენ ხო ერთი თვის განმავლობაში ვუყურებთ, ხო? რომ უცბად თქვა, დაუშვოთ თქვენ, დამშვიდდება სიტუაცია თავიდან. არ მოდიან, შეხა საფხულია პრინციპი შეიძლება წავიდნენ ადამიანები დასასვენებლად, მაგრამ მერე თქვენ აი სიტუაცია რისთვის გეძლევათ, აი როცა არის სიმშვიდე, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ ხართ კომფორტის ზონაში. ფიქრობთ კი, რა თქმა უნდა, ფიქრობთ იმაზე, რა შემიძლია კიდე გავაკეთო, ან შევცვალო, რომ მოვიზიდო კლიენტები სიტყვაზე, ხო? მაგრამ ეს პერიოდი დასვენების დასრულდება. რატო? იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ ფიქრობთ ბევრს, შეიძლება იმაზეც ენერგიულად, მაგრამ მერე ამას უშვებთ და იძახეთ, რომ რაც იქნება, იქნება. იმიტომ რომ თქვენ უნდა იგრძნოთ, რომ აქ მიდის რაღაცა სამყაროში ცვლილებები, ადამიანი, მე ხო სულ მაგას გეუბნებით ხოლმე, ვინც უყურებს ჩემს ვიდეოს კი იცით, რომ ჩვენ ვითარდებით რაღაცა პერიოდებზე გადავდივართ, ხო? აი, ეხლა მე, რა თქმა უნდა, კოშკის არკანი იმას გვაჩვენებს, ჩვენ რომ რაღაცა პერიოდი დასრულდა, იქ უშენაც მგონი იყო ხო ვიდეოში და გადავდივართ სხვა ეტაპზე. აი, ეს არის ზუსტად, როცა რაღაც რაც იყო კომფორტული, იმიტომ გაჩერდა, რომ უნდა მოხდარიყო ეს ცვლილებები თქვენ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა სამყარო ზრუნავს და ეხლა ნახეთ თქვენ რო გაუშვით ამ სიტუაციას, ხო? თქვენი პროფესიონალიზმი აქ უფრო აღიარდება, უფრო. იმიტომ რომ შეიძლება თქვენსკენ უფრო მოდიან სხვა დონის კლიენტები. აი ესეც არის, არ ვიცი ვიღაცისთვის არის ეს ინფორმაცია. აჰა, კი ბატონო. ცხრიანი პენტაკლების თქვენ ამისთვის, თქვენ შეიძლება თქვათ, გქონდეთ რაღაცა არასასიამოვნო თემა, მაგრამ სამყარო აქ მუშაობს და თქვენთვის აშენებს ახალ სიტუაციას. აი, შვიდიანი, ნახეთ, აქაც შვიდიანი, აქაც შვიდიანი. თქვენ ჯერ ახლა ვარაუდობთ, თქვენ ახლა შეიძლება ნერვიულობთ კიდევაც, მაგრამ აი შემოვა, არ შემოვა, მაგრამ აქ სამყარო, აქ
თქვენი საგვარეულო თქვენთვის სხვა რამეს ამზადებს საერთოდ. გაიგეთ რა ხდება და აქ სულ სხვა სიტუაციები წამოვა იცოდეთ რა ვიღაცასთან სამსახურებრივ თემაში აი გეუბნებით აი შეიძლება დაუშვოთ აი აქაც ხო ვთქვით რომ ცვლილებები წავა იმიტომ რომ თქვა ახალ ადგილს ნახავ შეიძლება ნახათ კიდე ახლა ნახათ მოდის ინფორმაცია რომ აი გოგოები ვინც ოჯახებში მუშაობთ ხო შეიძლება თქვენთან მოხდება ეს მოლაპარაკება რომ თქვა ახლა ანუ ახალი ოჯახი მინდა მაგრამ ისე მინდა რომ კარგად ვიყო და კი მოგიწევს გადასულა თქვენ მაგრამ ძალიან მოგეწონებათ იცით ეს სიტუაცია რა და აი აქაც ახლა შეიძლება დიდი ხანი თქვა დაუშვით პაუზა ხო ну აი თქვა პაუზა მოხდა და ფიქრობ თქვენ სამსახურზე მაგრამ ეს ყველაფერი მოდის იმისათვის რომ თქვენში აი არასოდეს არ შეგეშინდეთ მინდა გითხრათ როცა სამსახურს კარგავთ პირიქით ყოველთვის როცა ეგეთი სიტუაცია ხდება სამყაროსოთ ხარით მადლობა რატო ანუ ეს უკვე და თქვა თუ ძალიან მტკივნეულია თქვა ნუ შეიძლება თქვენ მაგაზე დამოკიდებული ხართ რომ ფული ეხა რა თქმა უნდა იქიდან ვიღებ მე ხა შემოსავალს რაღაცა ვალდებულებები მაქვს ნერვიულობ რა თქმა უნდა და მაგრამ ეს არის ყოველთვის აი მათ შორის კიდევაც რომ ნერვიულობდით აქ შეიძლება ფიქრობთ ეხა რა გავაკეთო რა ვქნა ვალდებულებები მაქვს შვილებზე შეიძლება რამე ფულს იხდით ნუ ყველას თავისი ხო აქ ყველაზე ინფორმაციას გვაძლევენ მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ თქვენ ეხლა ამაზე არ ნერვიულობთ არასოდეს იმიტომ რომ ეს ყოველთვის იმისი ნიშანი რომ უფრო კარგი რაღაცა უნდა შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში მიხვდით ну აი მე როგორც ხარ ჩემ არხზე ხარ ჩემ მაგალითს გეუბნეთ როცა შემოვიდა აი ესეთი სიტუაცია ჩემ ცხოვრებაში რა თქმა უნდა ეხლა ვიყავე აი ზუსტად ამ ენერგიაში ვიჯექე იმიტომ რომ არ იცი შენი მომავალი რა არის ხო მაგრამ აი ზუსტად მაშინ შეიცვალა რომ მაშინ შემოვიდა ტარო და ეგრევე შეიცვალა ცხოვრება ეს ყველასი თავისი რაღაცა მომენტი შეიძლება ზოგი გადავა სხვა ქვეყანაში სხვა ქალაქში სხვა სამსახურში ну როგორც აი აქ ვთქვით ჩვენ ხო აი უბრალოდ ეს კი შეიძლება თქვენთვის არის სრულიად მოულოდნელად მაგრამ აი მე გავა დრო და თქვენ მიხვდებით რომ აი როგორი ძალიან კარგი იქნება რომ მე ეს მოხდე ჩემ ცხოვრებაში იმიტომ რომ თითქოს რაღაცა თქვენი ნიჭიც გაიხსნება და თქვენ სწორ მიმართულებაზე მიდიხართ თქვენ თავს ირჩევთ კი შეიძლება გეშინიათ იმიტომ რომ არ იცით რა მელოდება იქ ხო მაგრამ აქ გაიძულებს სიტუაცია რომ შენ რაღაცა შეცვალა აქ რაღაცა თქვენი პროფესიონალიზმი დევს აი აქ თქვენ საჭირო ხართ ძალიან საჭირო ხართ ადამიანებისთვის და ეს თქვენი პროფესიონალიზმი იხსნება იმიტომ რომ ასე არის ჩაფიქრებული აქვს საგვარეულოს თქვენი სხვა რაღაცაში ჭირდებით და ამიტომ გადადეხართ სხვა ეტაპზე. ну მე ვფიქრობ რომ თქვენ ხვდებით მე რაზეც ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ამაზე ვლაპარაკობ პრინციპში ლამეს ყოველ ვიდეოში, ну ეგეთი მისია მაქვს მე გაგაღვიძოთ თქვენ რომ თქვენი საქმით დაკავდე და თქვენი საქმით იყოთ საჭირო, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის საჭირო ამ დედამიწაზე, არავინ არ არის ტყუილა უბრალოდ მობრძანებული. აი აქ იმიტომ ხდება ეს ეგეთი მომენტი, რომ და დამიჯერეთ უფრო კმაყოფილი იქნებით, იმიტომ რომ აი აქაც თქვენ პრინციპში აი უნდა გრძნობდეთ რაღაცას, რომ მე მზად ვარ, მე გადაწყვეტილება მივიღე, მე მინდა რომ იყოს აქ ჩემ ცხოვრებაში უფრო სხვანაირად. აი ეს როგორი მომენტი იცით, როცა ირჩევ შენ რომ აი всё მე აღარ მინდა ვიყო ეს ღარები, მე აღარ მინდა ეს უფლება, მე აღარ მინდა რომ მონა ვიყო ვინმეს, მე თავისუფლება მინდა, მე ჩემი რაღაცები უნდა გავანვითარო ისე რომ თქვა ახლა უფრო კარგად ვიყო აქ ადამიანი როცა გაბრაზდება ხოლმე თავის თავზე, ხო, აი გაბრაზდება, რომ რამდენი ხანი უნდა ვიჯდე მე აი ასე რა. მე ჩემი ფული მინდა, მე ჩემი შემოსავალი მინდა, მე ჩემი საქმე მინდა, მე ჩემი განვითარება მინდა, გაიგეთ? აი ეგეთი რაღაცა და საგვარეულო გეხმარება თქვენ ძალები გეხმარებათ იმაში რომ გამოგიყვანოთ თქვენ ამ სიტუაციაზე იმიტომ შეყავხართ თქვენ ასეთ მდგომარეობაში როცა აი რაღაცა ну თითქოს ვიბრძვი რაღაცას ხო შეიძლება ვიღაც წინააღმდეგობასაც შეხვდებით შეიძლება ვიღაცა რაღაცას გეტყვეს ისეც რომ არ გესიამოვნებათ თქვენ დაუშვოთ ხო არ გამოვრიცხავ რომ შეიძლება ადამიანები ვის თქვენ გიყვართ ხო ის იმათმაც რამე გითხრათ აქ მოდის თქვენი შემოწმება თქვენ თუ ამას გაივლით და სწორ არჩევანს გააკეთებთ იქნებით სტაბილურად და მშვენივრად
აი ეს დამიჯერეთ. რაღაცა ესეთი მომენტები შეიძლება გქონდეთ თქვენ ივლისში. თუ არ დაგავიწყდებათ, მე დაწერეთ რა, რომ აი ივლისის სიტუაცია და ვისთანაც ახლა ნამდვილად რეზონირდება და გამოვა. და ფინანსები რას გვეტყვიან? და ფინანსები, აი ნახეთ, სულ მე-20 არკანი მოდის. მე გეუბნებით, აქ რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. იცით? აი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, იმიტომ რომ ნახეთ, აქ გამოდის უკვე რა ქვია მაგას, ხმალების დედოფალი, ხო? ხმალების დედოფალი არის უკვე ქალი, რომელიც ახლა აი ნახეთ, twins რთავს, ну, პრინციპში ისტორია რა. იმიტომ რომ ნახეთ როგორი თემა არის, ზოგჯერ როცა ჩვენ ვართ აი თასების დედოფლის ენერგიებში, ანუ ესე იგი, ვაიმე სად დავხარჯო ის მინდა უაზროდ ხარჯავთ ფულს. კი, დედოფალი უკვე პენტაკლების ის ხვანაირი ტიპია, მაგან იცი სად როგორ ანეთ. აი უკვე ხმალების დედოფალი ის უკვე უფიქრდება. ანუ აქ რაღაცა აი უფრო ცივ გონებას რთავს სიტყვაზე, ამაზე მე აღარ დავხარჯავ, იმიტომ რომ მე ეს არ მჭირდება, ხო? აი მოდი დავგეგმო თქვა დაუშვოთ, აი რა არის საჭირო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, რომ თქვა იყოს ეს თანხები, რასაც ჩემთან შემოდის სასარგებლოდ, ხო? ანუ კიდე აქ შეიძლება ვიღაცა დაიწყებს სწავლას იმის, აი იმენა მართვას, ნუ ყოველ შემთხვევაში ენერგია ძალიან კარგი არის. აქ რო თქვენ უკვე სერიოზულად დაფიქრდებით რა, როგორ და რანაირად და კიდე აბა რა ხდება ფინანსებში გითხარით. ხო, აი რაღაცა რთული პერიოდი დასრულდება, იცით? აი ნახეთ თქვენში ახლა აქ იქნება აი როგორ არის, იცით? აღარ მოგიწევთ ბრძოლა, მოდით ასე თქვა, თქვენი სიუხვისთვის. იმიტომ რომ თქვენ რაღაცნაირად აი ამას დაიცავთ. ანუ აქეთ აღარ გაფლანგავთ. აი ეგეთი, კი, უკვე დაფიქრდებით ჯერ. კარგად დაფიქრდებით, აი აქაც ორიანი არის თასი. დაფიქრდებით, ხო? კიდე შემიძლია გითხრათ, შეიძლება ვინმეს აი არ მისცეთ აქ არასესხოთ ფული. ნახეთ, ცოტა ფრთხილად იყავით, თქვენი ფული დაიცავეთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება ვიღაცა მოვა, ადამიანი გეტყვის ძალიან აი ტკბილად და ამ დროს შეიძლება არ დაგიბრუნოს მე ფული. ამიტომ ჯობია არ მისცეთ, დაიცავეთ თქვენი ფინანსები. მიხვდით, ცოტა სხვანაირად იმას გქენთ, იმიტომ რომ შეიძლება ხო, აქ შეიძლება სიტყვაზე, აი ბავშვებზე სხვათა შორის ცოტა ისე იყავით რა. ну, ფულზე ვიცახე რა. კიდე შეიძლება კიდე. სხვათა შორის რა არის, იცით, კიდე? აი თქვენი სტაბილურობა იმდენად უნდა იყოს კარგად, აქაც ორიანი თასების, რომ შეიძლება ხალხიც დაიწყებს, ანუ როგორ იცით, ჭორაობას, ნითა საიდან აქ ამას ფული, ნითა ვინ აძლევს ამას ფულს, ნითა რაღაცა ინტერესს გამოიწვევთ, გაიგეთ, თქვენ ადამიანებისგან, მაგრამ იმედენად კარგად და სტაბილურად იქნებით, სხვათა შორის ვიღაცა მანქანასაც შეიძენს, აი ეს იცოდეთ, რომ აი მანქანას თუ შეიძენთ, იცოდეთ, რომ თქვა დიდი ხანია იგინდოდეთ, აი ჭორაობა არ აღწევდებათ, აი ვისთან, საიდან, როგორ, რანაირ, აი გეფიცებით რა, გეუბნებით, აი კი, უბრალოდ არ მიაქციოთ ყურადღება და თავს ნუ იტკივებთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენი პრობლემები ყველაფერს მოერევით, თქვენ ძალიან მშვენიერ კარგად იქნებით, თუ ნერვიულობთ რამეზე, აქ გეუბნებით, რომ ძალიან კმაყოფილიც იქნებიან ადამიანები თქვენი საქმიანობით და მოერევით ყველაფერს, აი ნერვიულობაც თუ გქონდათ, მოერევით, სხვათა შორის აქ კიდე გეუბნეთ ვიღაცა, მაშინაც მე მგონი რაღაც გაშლაში იყო, თუ თქვენ ნერვიულობთ თქვენს მამაკაცზე, ხო, და მის შემოსავალზე, იცოდეთ, რომ აქაც იქნება. შემოსავალი იქნება. კარგით. всё, აქ უკვე ესეთი ინფორმაცია მოდის, რომელიც უკვე, ну, აქ საჯაროდ არ არის სასაზღვრებელი, იმიტომ რომ რაღაცა ფინანსების იმაზე. დაუკვირდეთ მაინც ფინანსებზე. იმიტომ რომ არის, იცით, აქ შეიძლება მოხდეს როგორი სიტუაცია, იცით, აი ზოგჯერ არის, თქვა, ბავშვი მოდის, გეუბნება დედა ამისთვის მჭირდება, თქვა, ან მამა დაუშვოთ, ხო?
შენ არ შეგიძლია რომ უარი უთხრა ბავშვს, აი რაღაც ან მიყიდა, ან შეიძლება დიშვილი, ძმიშვილი, რა ვიცი, ვიღაცა, თქვათ ესეთი ადამიანი, რომელიც შენ გიყვარს. და შენ ახლა მაინც ახლა ну, იმას გონია რომ შენ გააქვს ახლა ფული სტაბილურად და რატომაც არ რაღაცა გჭირდებათ. მაგრამ თქვენ შეიძლება აი აქ გაჩერდებით რა. მე ცოტას ინერვიურებთ, მაგრამ მე მივხვდებით რომ სწორედ გააკეთეთ რომ ეს ფული არ მეეცეთ. გაიგეთ? იმიტომ რომ აქ რო არ იყოს აი ეს 7-იანი, ცოტა ეგეთი დაუშვოთ ვეთყოდი რომ აი პირიქით კაი, მაგრამ აქ ცოტა რაღაცა ტყვილს ვხედავ, იცით რომ თითქოს მე ძალიან იშვიათად 7-იანი ხმალების მომდის ინფორმაცია უშუალოდ ტყვილებზე რა, მაგრამ აქ რაღაც ცოტა ისეთი მეეჭვება რა ვიცი, ну მაინც თხილად იყავით. ну გაძლიერება კი გაქვთ აქ რა. კი. სოციალში თქვენი მამაკაცი, რომელსაც უყვარხართ, ძალიან დაგედგებათ გვერდში და კიდე სტაბილურობა შემოგივა თქვენთან რაღაცა, აი ნახეთ, თუ დაუშვით გქონდა თქვენ რაღაცა პერიოდი, როცა სტაბილურად იყავით, კარგად ფინანსურად. ხო, აი აქ მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა ეგეთი მომენტი მოვა, აი როცა კარგად ვგრძნობ, კომფორტულად ვგრძნობ და ვიცი რომ მე ეს დავიმსახურე, ეს შემოსავალი, იმიტომ რომ შეიძლება გქონდათ რაღაცა მომენტები, შეზღუდვები. და ურთიერთობა. ჩემო სიხარულებო ვიღაცასთან ისეთი მაგარი რამე მოდის, ანუ ენერგიები, ახლა ესე იგი იცვლება რა. თუ დაუშვათ გქონდათ ურთიერთობა, რომელიც არასერიოზული ურთიერთობა თუ იყო, დაუშვათ პარტნიორი შეიძლება ისე იქცო და შეიცვლება აქ სიტუაცია. კიდე თუ მარტო იყავი, შეიცვლება სიტუაცია. სხვანაირად წავა. Дальше აქ არის კიდე როგორი თემა, იცით? აი თითქოს თქვენ თვითონ შეხედავთ ურთიერთობას უფრო მსუბუქად, უფრო აი როგორ გითხრათ, იცით? აი სექსუალურადაც იგრძნობთ თავს, ხო? მსუბუქად, აი რო არ არის რაღაცა დაძაბულობა, იმიტომ რომ აი თქვენ თვითონ ალბათ შეცვლით რამე ქმედებას და ამიტომ ურთიერთობაც უფრო ლაღი ხდება რა. აი, მოგეუბნებით, რაღაცა შიშები და რაღაცა ესეთი მომენტები, რაცაც თქვენ გქონდათ, всё თქვენ ამას უშვებთ რა. აქ ნახეთ, არის ზოგჯერ ახლა მე-20 რა ქვია მაგას, სულელის არკანი აჩვენებს, ზოგჯერ ისეც აჩვენებს, რომ რაღაცას ვეჯაჭვებით, აი ბავშვებით რაღაცა ვეჯაჭვები, ხო? აი ეს შეიცვლება, აი იმიტომ რომ აქაც აგვაჩვენეს ჩვენ რომ ანუ რაღაცა შიში თუ გქონდა, რაღაცა ძალიან ისე იყავე, თქვა დაძაბული, იყაი რა, ну რაც თქვი პრინციპში, აი ეს მიდის. აქ იცვლება სიტუაცია რა. ვიღაცას ახალი გაცნობა ექნება სხვათა შორის. შეიძლება თქვენ თავს არ აძლევდეთ თქვენ საშუალებას, რომ არ მინდა და რაც მინდა და აი აქ ბედი თვითონ ერთობა და გეუბნე გეყოფა ეხლა ასე ჯდომა და უაზროთ რა, მოდი ეხლა რაღაცა დავიწყოთ და ვიღაცას ძალიან მაგრად მოეწონები და დაიწყება ურთიერთობა. კი, აი ვიღაცასთან დაბრუნდება ისე რა ქვია, ურთიერთობა, გაყინული ურთიერთობა, როცა იყავით ძალიან რაღაცნაირად ელოდებოდით, იცით, განახდება. აი თქვათ ეხლა გეგონათ რომ დავკარგი, იმიტომ რომ შეიძლება დიდი პაუზა იყო, შეიძლება თქვენ წახვედით ურთიერთობიდან, ზოგისთვის რა თქმა უნდა პარტნიორი, იმიტომ რომ ეხლა და ფიქრობდით რომ უკვე всё, აღარაფერი აღარ იქნება და აი აქ გეუბნებით აღდგენა ურთიერთობის და რაღაცა თავიდან იწყება. კი, აქ იქნება რაღაცა წინსა. ვიღაცისთვის იქნება მართლა ახალი, კი. და სხვათა შორის კიდე გოგოებო, თუ დაუშვოთ ვინმე, შეიძლება აქ ორსულობაზეც ვეტყვი, იმიტომ რომ არის ესეთი არკანები, ვიღაცას შეიძლება აქტუალური იყო. დიდი ხანი ელოდებოდეთ ბავშვს, შეიძლება დადიოდეთ რამე პროცედურებზე, თქვათ, ხო? ნერვიულობდით ძალიან, მაგრამ არ გამოდიოდა არაფერი, ხო? აქ რაღაცა ცვლილება მოხდა ცვლილება, შეიძლება თქვენში მოხდა რამე ცვლილება, იმიტომ რომ ყველაფერი თავში გვაქვს ჩვენ და აი მე ბავშვი მოდის თქვენთან. გაიგებთ რომ ორსულად ხარ. всё. ამით დავასრულე, მაგარი მე მგონი თვეა, ველოდება და მე როგორც ყოველთვის გისურვებ სიხარულს, ბედნიერებას და მხოლოდ კარგს.